სული იდეალური მოვლენა არის და აი ეს რო სხეული რო ჩამოშორდება ახლა რაც ტანჯავს. აი ეს სულით რო წარდგება და არ იცნობს სიმღერს, მე უფრო შოქს არ მიიღებს. თორე როცა იქნება ხო ეგ დამთავრდება, მარტო ღმერთმა იცის, აი რა არის, რა დააშავა. ანალოგიურად იესო ქრისტეს ეუბნებოდნენ პირველ საუკუნეში უამრავი ესეთი ხალხი დავრდომილები და ხო გახსოვთ ეს უკურნავდა ხო დავრდომილები, დაბადებით ბრმეებს, რა ვიცი, მთელი რიგ ხალხს და ეუბნებოდნენ ფარისევლები, ამათ ცოდაო თუ ამის დედმამამო და არც მან და არც დედამო ესეთი იმით რომ ეს დაბადება, ესე იგი რაღაცა კი არ და დედამისმა რომ დააშავა, იმიტომ კი არ დაიბადა ეს ბრმაო. ფარისევლებს ესეთი გაგება ქონდათ, ამანტყოფი შემოდის კაცი, ესე იგი ცოდვილია და ჯანმრთელი არ არის ცოდვილი. ესომ ყველაზე გაავრცელა ცოდვილი ბუნება და ცოდვილი ბუნება არის მიზეზი 1000-ნაირი რაღაც სხვა რაღაცეებისა. ამიტომ ეს დაავადება იმიტომ არის რომ ჩემი დიდება გამოვლინდესო და კურნავდა ესეთ ხალხს. ეხლა დღეს რომ ვთქვათ უცებ პიროვნება იესო შემოვიდეს, სიტყვაზე ვიძახი. აი მაგას ფეხზე წამოაყენებს, რათა იესოს სახელი განდიდდეს. ვინაიდან განდიდებულია უკვე მისი სახელი და ბიბლიაში ჩაწერილი, აღარ არის ამის აუცილებლობა. ახლა საჭირო რა არის? პიროვნება მიწამოს ეგა და რო ჩამოშორდება ღმერთის დიდებაში ზიარი წილი ექნება მას. ამიტომ აი ესე ამ ცნობიერებით გარდაცვლა აქაც რო ვერ გაიხარა და მარადისობაში ღმერთს დაშორებული რო იქნება, იქ ვიღა მოვulis. პირდაპირ გაყურებული ვარ მატერიალისტური იმას ვერ ახარებს ხეულს, ხორცებს და ერთად იდეალისტური იმაში უნდა იყოს ხო სფეროებში. ცხოვრება არ არის მარტო მატერია, არის სული. ესე იგი ადამიანის სიცოცხლე რა არის? სულისა და სხეულის ერთიანობაა. სიკვდილი რა არის? დაშლა, გამოყოფა, ერთი მეორიდან გამოდის. ერთი რომელიც სხეული არის გამოდის უვარგისობის გამო და მიწაში უკვე მიწათ მიექცევა და ის რაც სხეულს გამოეყო, რაც არაჩანს, ხო სული ის აღარ აჩანს უკვე, მაგრამ არის. აი როგორც არის მაგალითად თვით შემეცემა, სამასაზნანია, თვით შეგნება თუ სამასაზნანია რუსულად რო ვთქვათ. თვით ცნობიერება თუ გნებავთ. აი ეს დარჩება. სხეული კიდე დარჩება. ეხლა აი ამ სხეულში, რომელიც არის შებორკილი და დიდი გაქანება არ აქვს მატერიალურ სამყაროში, მაინც ამაში არის სული. ამაში არის სამშვინველი, არის სული, ლაპარაკობს ამ სულს, რომელიც მასშია გამოწყდებული, ეს სხეული ვერ დაყავს და შეგნებულად არის გაჩერებული. მოკლედ, მისი სული გამომწყდებულია და საკანში ნამდვილად იმყოფება. ეხლა საინტერესოა ღმერთი რომ ერეოდა ასეთ სიტუაციებში რა იყო, რა ქმედება იყო ესეთი სიტყვა იტყოდა და სხეული ფუნქციონირებას დაიწყებდა. ესე იგი სხეულში მომწყდეული სული გათავისუფლდებოდა, რაც გამოიხატებოდა მოძრაობაში. ამასთან ეს შეჩერებულია, მაგრამ სულიერი არსებაა. აი რით არის განუსხვავებელი სხვა ადამიანებისაგან. ჩემსა და მაგას შორის განსხვავება არ არის. სულიერი არსება, მე სულიერი არსება ვარ. უბრალოდ მის სხეულის ფუნქცია არ აქვს, შეზღუდულია, ჩემი უფრო მოქმედია. ორივე ადამიანები ვართ. ესე იგი, რატომ ჩააგდო ღმერთმა მაგ მდგომარეობაში, მე ეს არ ვიცი. ფორმულა მოვუძვა, ცოდვილია ეს არის. მეც ცოდვილი ვარ, მაგრამ ჩემი ცოდვილი ბუნება გადაადგილდება. მისი ცოდვილი ბუნება გაჩერებულია. ორივე ცოდვილი ვართ. ამიტომ უპირატესობა რა ყიღა მე დავდივარ, არ შეიძლება ვთქვა რომ მე ცოდვილი არა ვარ, ფარისევლები რო იძახდნენ. იესო ეუბნება თქვენც ეგეთი ხართ. აი ეს კიდე, იმიტომ არის რომ ჩემი დიდება გამომჟღავნდეს და როგორც კითხოდა ადექი ფეხზე გაიარა, ფეხზე დადგებოდა ისინი. და მათი სულიც უკვე მასში შედიოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ქება დიდებას ასხამდა ღმერთს და გადაგებდნენ სხვათა შორის. ყველა განკურნებული იესო ვინც განკურნა წმენით, ყველა ევანგელისტი გახდა. ჩაწერილი რო არ არის, იმას არ ნიშნავს. ხო წარმოიდგინეთ, ეგ ქალი ახლა შენ ერთი სიტყვით ფეხზე დააყენო. სულ შენზე ილაპარაკებს მთელი ცხოვრება. სულ გაგადიდებს, სიტყვაზე ვიძახი. ესე იგი ფაქტურად ევანგელისტი იქნება შენი. ასე რომ იესო ქრისტე ვინც აღადგინა, ვინც განკურნა და ბევრი იყო ასეთი პირველ საუკუნეში, აბსოლუტურად სულ ამოწმებდნენ პიროვნებას და ესე გაითქვა მან რომის იმპერიაში სახელი და თვით ისტორიკოსების ცნობიერებაში დაჯდა მაცხოვარი, მაგრამ არა როგორც ღმერთი, არამედ როგორც პიროვნება ისტორიული, სადღაც ნაზარეთში არის ვიღაცა პიროვნება. და დაფიქსირდა ეს რომაულ ისტორიკოსებში არის იესო ქრისტე როგორც ისტორიული პიროვნება. აი მასაც კი შეუტიეს მარქსისტებმა რომ არ იყო კაცო ეს ისტორიული პიროვნებაო. ისტორიული პიროვნება იესოსი დადასტურებულია. ამაზე მიმდენი დოკუმენტებია, მე მგონი ამას აღარავინ აღარ აბათილებს, რომ ეს არის ფანტაზია. აღარავინ აღარ აბათილებს დარწმუნებული იყავით. ვერ შეხვდებით გარდა ათეისტისა. ათეისტიც იესო ქრისტეს არსებობას ადასტურებს, მაგრამ უარყოფს მისი ღვთაებრივ წარმოშობას და ღმერთობას. ამას უარყოფს. მაგრამ ათეისტი არ უარყოფს, რომ იესო ქრისტე ერთ კონკრეტულ ვითარებაში ცხოვრობდა. ადრე კი მარქსიზმში
ესეც უარყოფილი იყო. იესო ქრისტე როგორც ისტორიული პიროვნება მარქსიზმ არ მიიღო. ეს მოგონილია ზღაპარია. მაგრამ ლიტერატურას სადაემალები ანტიკურმა წყაროებმა შემოგვინახა მაგალითად ტაციტუსის რომაელი ისტორიკოსი. აი იქ მოხსენებული აქვს რომ ვინმე იესო ქრისტე დადის და იყო. ეს ზუსტად ის პერიოდია, მაგრამ მერე და მერე ხლა მუჰამედი და ისინი რო იძახიან მუჰამედი აქეთ არის მე-6-7 საუკუნე ახალი 600 წელს აშორებს. აქ შეიძლება ვიღაცამ თქვა რომ ეგ ყვება, მაგრამ ისტორიკოსისაც თუ იღებ რომის ისტორიას როგორც დოკუმენტს, ამ ისტორიკოს თუ ენდობი, რატო არ ენდობი იმ მუხლში რომ ეგივე ისტორიკოსი იძახის რომ იესო ქრისტე როგორც ისტორიული პიროვნება იყო ამა და ამ დროს, ამა და ამ ადგილზე. და რიცხვიც მითითებულია დაბადების პლუს მინუსი 2 წელია განსხვავება. დადასტურებულია ჰეროდეს გარდაცვალების თარიღი ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, ეს არის ძველი წელთაღრიცხვით მე-4 წელი, ძველი წელთაღრიცხვით მე-4 წელი. და ჰეროდე სახარებაში მოხსენებული არის, როდესაც იესო იბადება, ის აპირებს გაიგოს სად დაიბადა მომავალი მეფე და ბავშვები გაწყვიტოს, ხო გახსოვთ? 2 წლამდე ბავშვები გაწყვიტა იმ რეგიონში და რაიონში, სადაც იესო გააპარა ღმერთმა და ეგვიპტეში გაიქცა. ესე იგი, ან იმ წელს უნდა დაბადებულიყო იესო, იმიტომ რომ ჩვილი ბავშვი გაიყვანეს 2 წლის არ იყოს, აი პლუს მინუს იმიტომ ვთქვი 4 ან 5-6 წელი. სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო მე-4 წელი დაბადება. ადრეც ვილაპარაკეთ მაგაზე. მე-4 წელი, იმიტომ რომ წელიწადში 12 თვე არის. და 4 წელს რო გარდაიცვალა ჰეროდე, შეიძლება ეგ ყოფილიყო იგივე წელი. იმ წელს დაიბადა, რომელ წელსაც გარდაიცვალა ჰეროდე. რიცხვი და თარიღი რო ვიცოდეთ ჩვენ, იესოზე ხო არ არის ცნობილი არც თარიღი, არც რიცხვი, არაფერი არ არის. მაგ კი არა, ბიბლიათში მარიცოდა რომელ რიცხვში დაიბადა და რომელ წელს. გასული საუკუნეების ისენი. ხალხმა საერთოდ არ იცოდა რეგისტრაციას ზოგი ატარებდა, ზოგი არა. და ძალიან ბევრმა არ იცოდა თავის დაბადების თარიღი რო იცოდეთ. აი ვინც 1800-იან წლებში რო დაიბადა 1880, 1870, აი 1800-იანი 900, თუნდაც 901 წელში დაბადებულები. ძალიან ბევრს არ ქონდა რეგისტრაცია და რო გეკითხათ მოხუცებულს და მათ რიცხვში ბებიაჩემსაც რო ვეკითხებოდი, არ ვიცი რომ დაბადები ჩემი არ ვიცი წელი, რამდენი წელისა ვარო. არ ქონდა საბუთი იმას. დაბადების რეგისტრაციაში არ მოხდა და ისე ზეპირად თუ ისე პირობით საბუთი რაღაც ზეპირად ჩაწერ, ასაკ შეხედავ და ჩაწერ. სავარაუდოდ ესე შეხედე და 40 წლის უნდა იყოს და რაღაც საბუთი უნდა ქონდეს კაცს. ნამდვილი თარიღი არ იცოდა და მით უმეტეს იესო ქრისტე გვაშორებს 2000 წელს. მაგრამ ისტორია მაინც შემოინახა როგორც დოკუმენტი, თვე და რიცხვი თუ არ არის და ეს უბრალოდ არის რაღაცა მოლაპარაკების საფუძველზე 25 დეკემბერს აიშვეს. ეს ბიბლია არ ადასტურებს მაგას. 25 დეკემბერი და იანვარ-თებერვალი ბიბლია არ ადასტურებს. არ არის საჭირო და იმიტომ რომ არ გააკერპოთ რიცხვი, დღე და წელი. ამას შეგნებული ის აქვს შემოკარგება ღმერთის დაწერილი წიგნში, არაფერი არ არის უზუსტობები და არაფერი არ არის გამოტოვებული და არაფერი არ არის, ყველაფერი არის შეგნებულად. თუ არ არის მითითებული რიცხვი, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანის ჩვევია ყველაფრის გაკერპება. აგერ არ წერია და გააკერპებს მაინც მარიამი, აგერ მოიგონეს თვითონ რიცხვები, დღეებიც იციან, როდის რომელი თვე არის იოანე ნათლისმცემლისა, რომელი თვე არის, ამოშედით მართლმადიდებულ ეკლესიაში, საიდან აიღეს ეგა, ბიბლია ამას არ ადასტურებს. იოანე ნათლისმცემლის დაბადების თვე და რიცხვი ჩვენ არ ვიცით. არ ვიცით, არა, წელიც არ არის. იესო ქრისტესაც წელი კი არ არის. ვგებულობთ სახარებიდან ირიბი გზი, ფაქტები. ნამდვილი არა გვაქვს. ჩვენ იესო ქრისტეს ირიბი ისა გვაქვს რითი ჰეროდეს გარდაცვალების თარიღი ვიცით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოწესრიგებულია ყველაფერი და დადასტურებულია. ჰეროდე გარდაიცვალა, თითქმის ყველა ისტორიკოსის იმაში წავიკითხე მე, ეგა რო იცოდეთ და ერთი და იგივე რიცხვი წერია ყველგან. რამოდენიმე ავტორს ჩავხედე. ენციკლოპედიაშიც, წიგნებში რო გვაქვს ჩვენ აღმოსავლეთის ისტორია გნებავთ. აი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა 15 ტომიანი კემბრიჯის მსოფლიო ისტორია. ეს ამაქვს მე. ეს ყველაზე პრესტიჟი, ყველა ძვირად ღირებული ეს არის ეს წიგნები რო იცოდეთ. კაი გამოცემებით. გზადაგზა რო სწავლობდით ჩვენი მათეს სახარებას, კიდევ ერთხელ მივუბრუნდი ისტორიულ ფაქტებს და გადავშალე ეს წიგნები. და ვნახე ჰეროდეს თარიღი კიდე 4 წელი. ძველი წელთაღრიცხვით 4 წელი. ხო იცით წელთაღრიცხვი ქრისტემ გაყო ძველი და ახალი. მათე מחარებელი გადმოგცემს ჰეროდეს და როგორი არის მინიშნება. წელი კი არ წერია ახალ აღთქმაში ჰეროდეს გარდაცვალების. ეს სეკულარული ისტორიაში ვკითხულობთ. ჰეროდე როგორც ისტორიული პიროვნება იქ არის გადმოცემული მისი გარდაცვალების თარიღი. ბიბლიაში არ წერია ეგა. მაგრამ სამაგეროთ რა წერია? აღმოსავლური მოგვები რომ მოდიან ჰეროდესთან რო გაიგო ჰეროდემ და უნებიან სად დაიბადა ის უნდა თაყვანი მცეთ და მოვდივართ თაყვანი საცემლად. ჰეროდემ რო ეს გაიგო, გადაერია წადითო, გაიგეთო და მე მეცემ თაყვანსო. და სწორედ ჰეროდეს დროს მოხდა
აი ბავშვების გაჟლეტა 2 წლამდე დაბადებიდან 2 წლის ჩათვლით. 2 წლისე არა. და სავარაუდოდ ეს 2 წელი რო ავიღოთ იესო ქრისტეს დაბადება აი აქ უნდა ყოფილიყო ან იყო 2 წლისა რაც გამორიცხულია იმიტომ რომ მოგვები რომ მოდიან აი დაბადების თარიღი არის დადგენილი ესე იგი ეს წელი უნდა ყოფილიყო ჰეროდეს გარდაცვალების წელი რომელიც წელთაღრიცხვა იწყებოდა ძველ ებრაულ იმაში მარტიდან ჩვენთან იანვრიდან იწყება ახლა ხო ესე ვარ შეთანხმებული ძველ საქართველოში სექტემბრიდან ძველ ქართულში ახალი წელსა სექტემბერი იყო ეხლა საერთაშორისო იმებით ჩვენ შევთანხმდით სულ ყველა მსოფლიოს მთელი ეს სახელმწიფოები რომ ახალი წელი ყველგან იწყება 1 იანვარი და ესე კონტინენტების და მიხედვით ესე გრძელდება რომ იწყება აღმოსავლეთიდან მოდის და ჩაამოდის უკვე იქამდე ხო 24 საათში უკვე ყველა შევა ამ ახალ წელში იანვრიდან დეკემბერი 12 თვეა ეხლა ისრაელში იყო 10 თვე სხვადასხვა იმეებით მარტიდან იწყებოდა თვე ჩვენთან რო იწყება და მთავრდება იანვრით ებრაულ კალენდარში თვე იწყებოდა მარტი გადადიოდა აპრილში აპრილი გადადიოდა მაისში წელი თუ იწყებოდა მარტიდან მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი დაბადების თარიღი მაშინ უნდა ყოფილიყო შობა არა დეკემბერი არამედ გაზაფხული ეხლა ჩვენ საერთაშორისო საეკლესიო იმემა რომ დაადგინეს პირობითად ეს ერთ-ერთმა კრებამ მოიწვიეს ხო კონსტანტინოპოლში და 25 დეკემბერი ეს პირობითი არის ეს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს აი 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო 25 დეკემბერი ეს არავინ არ იცის არცად არ არის ეგ ცნობილი არც სეკულარულ ისტორიაში არ ფიგურირებს საერთოდ მოხსენებული აქვს ისტორიკოს ტაციტუს იესო ქრისტეს სახელი მაგრამ არ წერია იქა დაბადების თარიღი არც იოსებ ფლავიუსი გვეუბნება ამას იოსებ ფლავიუსის პირობითად აქვს ბიბლიიდან აღებული ერთ-ერთი ძლიერი ისტორიკოსია ეს ებრაელი თან მონაწილე მთელი რიგი იმეებისა და აქცევისა რომისა და პირველი საუკუნეა ეს და ყველაზე ახლო მოვლენებთან ეს კაცი დგას. ამიტომ ჩემთვის ეს კაცი უფრო კომპეტენტურია ვიდრე დღევანდელი ისტორიკოსები. იოსებ ფლავიუსი, რომელსაც აქვს რამოდენიმე კარგი წიგნი იუდეველების ომების შესახებ და ბიბლიიდან სულ განხილული როა ყველაფერი. შეთანხმდნენ და აი მაშინ მიდის ის რომ ვინაიდან ჰეროდე მეფობს იმ დროს, როდესაც იბადება იესო ქრისტე, ჰეროდეს გარდაცვალების თარიღი როდის არის? ჰეროდეს გარდაცვალების თარიღი არის 4 წელი. ესე იგი აი იმ წელს უნდა დაბადებულიყო იესო ქრისტე და არა ვთქვათ 2 წლით ადრე. თუ 2 წლით ადრე დაიბადა იესო ქრისტე, სახარებაში ამაზე მინიშნება იქნებოდა. ხო, რომ მოგვები დაბადებიდან მეორე წლის თავზე შემოვიდნენ. ეგრე არ წერია. წიგნი შობისა იესო ქრისტეს ესე იწყება გენეალოგიით და მერე როგორ მოხდა იესოს დაბადება. ხალწულ მარიამი ვიდრე დაინიშნებოდა იოსებზე, იგი ფეხმძიმედ შეიქმნა. იოსებს არ უნდოდა ეს გაეხმაურებინა, იმიტომ რომ ჯურის კანონის თანახმად ჩაქოლვა არ აცდებოდა ქალს, მრუშობას დააბრალებდნენ, ამიტომ ამან შეიწყნარასავით ქალი და ჩუმად მოინდომა გაშვება, განქორწინება. სიზმარში ეცხადება ღმერთი სულიწმინდა ანგელოზს და ეუბნება არ გააკეთო ესაო. ესა და ეს არის სულიწმინდი ჩობელი და ეს იცოდე იმავე წუთში მიიღო ესა. ესე იგი აქ დასტურდება იოსების მორწმუნეობა და რა თქმა უნდა მარიამისა. ორივე მორწმუნეა. ესე იგი როგორ უყვარდა ეს ქალი რომ არ გააცხადა. ახლა იცით რა არის ეს ფეხმძიმეო. აი აქედან თუ ათვლას გავაკეთებთ ჩვენ, იბადება ბეთლემში და რატო ბეთლემში? ბეთლემში აღწერა ვინცად იყო საცხოვრებელ ადგილის და მიხედვით უნდა აღწერა ჩაეტარებინა და ამიტომ იყვნენ რომ ფეხმძიმე ქალი და იოსები ჩავიდნენ აი ბეთლემში. და სასტუმრო იქნებოდა ალბათ დაკავებული იქნებოდა ფულიანი ხალხი ყველა დროს ყოფილა. ეს აწყლები ქუჩაში იყვნენ და აი ესე დაიბადა იესო, ყველასგან მიტოვებული, მიგდებული ბაგაში, მღვიმეში სადღაც. ეს არის მაგარი ტრაგედია რა. როგორი გულწრფელობა ყოფილა ხო საზოგადოებაში. და იმავე წუთში ესე იგი წინდაწინ აღმოსავლეთიდან მოგვებმა იციან წინასწარმოა მოდიან სათაყვანებლად. მერე მწყემსების თაყვანიცემა ლუკასთან რო არის, არ წერია რომ 2 წლის ბავშვს წეს თაყვანი, ბაგაში წევს და რო გარბიან ეგვიპტეში. ხელში აყვანელი ყავს მაგას მარიამს ასე მიხუტებული და გარბიან ეგვიპტეში და იქ ცოტა ხნით გაჩერდნენ სანამ მოკვდებოდა ჰეროდე. ჰეროდე კვდება 4 წელს და მალე ბრუნდებიან ისინი. პლუს მინუს იმ ზოგს მაგალითად 6 წელი უწერიათ იესოს დაბადების თარიღად, ზოგს 4. ამ ორიდან მე რომელი უნდა შემერჩია? 5 არ არის. 4-ზე შევაჩერე აქცენტი თუ ვინცობა რაღაცას იტყვის ვიღაცა და განათლების თვალსაზრისით ვეტყვი რომ ესეც არის ცნობილი. მაგრამ რაღაცა გარკვეული არგუმენტებით შემიძლია გავამაგრო ის რომ თქვა 4 წელი დაბადება ძველი წელთაღრიცხვის ქრისტესი და მანდედან 33 წელიწად ნახევარი უნდა გადათვალო. გამოდის რამდენი? 29 წელი, ხო? ახალი წელთაღრიცხვის 29 წელს იესო ქრისტე ჯვარზე გაიქნა გაკრული.
4 მივუმატეთ 29. პირობითად დარღვეულია და დამრგვალების თარიღად 30 წელია მიღწეული, იმიტომ რომ 10 იწყებენ პირველი წლიდან. არ არის სწორი. იესო ქრისტე არ დაბადებულა პირველ წელს. იმიტომ რომ ჰეროდე მკვდარია. ჰეროდე 4 წელს გარდაიცვალა ძველი წელთაღრიცხვის. მასაშად მე უნდა დაბადებულიყო აი შვალეთში 6-სა და 4 შორის. თუ ზუსტად 6-ში არა გამორიცხოთ, მაშინ უნდა დაბადებულიყო არაუგვიანეს 6-ისა და არაუადრეს 4-ისა. აი ამაში უნდა შევჩერდეთ. რატო გამახსენდა ესა? სხეული, საფყარი და ამბლადაცემულები ახლა 21 საუკუნისის კი არ არის მონაპოვარი. აგერ იესო ქრისტეს დროს, აგერ ძველი აღთქმის დროს იესო ქრისტეს ძალიან ბევრი ავადმყოფები დახვდა. ყველანაირად, ესე იგი, დღეს რომ სხვანაირი ტერმინით ახასიათებენ ეპილეფსია და ასე შემდეგ. ეგ იყო ბრმები, ყრუები, მუნჯები, დამბლადაცემულები, პარალიზებულები, დასახიჩრებულები. ამას უყოლას კურნავდა ისა. მკვდარსაც აცოცხლებდა. რამდენიმე შემთხვევა მკვდრის გაცოცხლებისა იესოს მიერ. ლუკა მახარებელი აღვიწერს ჩვენ ამას. ესე იგი, თუ ჩვენ ამას პირდაპირ არ გავიგებთ, როგორც ადრეც ვთქვი, ეს ყველაფერი მე ბიბლიაში რაც არის ჩაწერილი, სუპირდაპირ მესმის, არანაირი ალეგორია არ არის. ლაზარეს აღდგენება იოანეს სახარებაში მოცემული, ვიცით მე 11 თავი იოანეს სახარება, ეს მე პირდაპირ მესმის. მაგრამ არ ესმის ეს პირდაპირ ძალიან ბევრ ფილოსოფოს, ჰუმანისტებს, იულიან ბარკლის, კარლ ბარტს, თეოსოფ რუდოლფ შტაინერს. ისინი ანიჭებენ ამას ალეგორიულ მისტიურ მნიშვნელობას. და უბრალოდ ესე პირდაპირ არ გავიგოთ ეს როგორ შეიძლება ფიზიკური კანონების. არა, აქ რომ აღარ ინტელექტუალური რაღაცა სულიერ სიმბოლოზე მეანიშნებს. არა და არა მეგობრებო. ღმერთი როგორ სიმბოლისტია? იესო ქრისტე რეალურად არის მინიშნება, რომ 3 დღის სავალზე არის დაშორებული ბეთანიას, სადაც იმყოფება მისი უახლოესი საყვარელი ადამიანები, ოჯახი და 2 და 1 ძმა, მარიამი და მართა, თავისი ძმით ლაზარეთი და ამ ამბავს გებულობს იგი დაშორებული ამ სახლთან 3 დღის სავალზე. ფეხით თუ ამას ავთვლით, მაშინდელი მით ეს ძალიან ისეთი დიდი მანძილია. დღეს არაფერი არ არის. სატრანსპორტო საშუალებები ახლა ჩვენი მარტო ფეხი არ არის. და არც ბევრისთვის ფეხი უკვე სატრანსპორტოზე გადაადგილების საშუალება უკაცრავად. როგორც კი ამ ამბავს გებულობს იესო ქრისტე, 3 დღით აგვიანებს. და შეგნებულად. ხო მოწაფეებს ერთად თუ დაიძენა, გაიღვიძებს, არა, მოგთავ. ჩადიან იქა და ხალხია შეგროვილი, გამოდის გარეთ დები ერთ-ერთი და განსაკუთრებით მართა იცრემლება ტირის აქ რო ყოფილიყავი უფალო მოძღვარო მორჩებოდაო და აღდგებოდა. არა, არ არის პრობლემაო. იესო ქრისტე მეცი რა არის, თუ იწამებ არაფერი პრობლემა არ არის. გავლენ მთელი ხალხი ამას უყურებს დღისით, მზიზით და ლაზარეს დასვენებული აკლდამაში ასვენებდნენ შეხვეული თეთრ ტილოში და უძახებს ლაზარე გამოდიო და გამოვა. აი ეს არის პირდაპირ გასაგები. აქ შტაინერი ახლა მისტიკოსი და თეოსოფი ახლა ქრისტიანული მთელი ეს ადგილები ბიბლიიდან შტაინერმა ეს თეოსოფიის სკოლის დამაარსებელია 24 წელს გერმანიაში. მან სულ ყველაფერი ბიბლიური მისტიციზმის საბურველში გაახვია. ეს ჯანდაბას თეოსოფია, მაგრამ უკვე უილიამ ბარკლი, რომელიც თითქოს და სახარების კომენტარებს ეწევა, ასეთ ადგილებს ესეც უulis გვერდს და ასიმბოლოებს, ალეგორიულ დატვირთვას აძლევს და ლიტერატურული ინტერპრეტაციებს ჯერდება. უილიამ ბარკლი. ეს ციგნებიც კომენტარების სახით დაყრილია ინგლისურ სიტყვაში, რუსულადაც ითარგმნა და ქართულად არ არის ნათარგმნი, მაგრამ არა აქვს ამას მნიშვნელობა. აი ეს კაციც რა უცნაური არის, მორწმუნე კაცია, მაგრამ არ ჯერა რომ იესო ქრისტემ ეს სასწაული მოახდინა. მაშინ თუ ეს არ შეუძლია იესო ქრისტეს ესეთი ღმერთი რა გვინდა, რომელიც უძლურია. რა გვინდა ღმერთი, მხოლოდ და მხოლოდ კარგი ადამიანი და კარგი ორგანიზატორი. თუ იგი არ შეუძლია მას განკურნება, არ შეუძლია ის სასწაულები, რომელსაც ახდენს, იცით რომ მაგან უამრავი სასწაულები ჩაიდინა. როგორც არის 5000 კაცის დაპურება ერთ შემთხვევაში. მერე იქით კიდე ლუკასთან, აქ 5 პური, იქ 7 იმით არის პურითა და რამოდენიმე თევზით 5000, 4000 და 5000 ერთდროულად ბავშვებისა და ქალების ჩათვლის გარეშე. თუ ამასაც მივუმატებთ, ერთი სადღაც 12-დან 15000-მდე კაცი დაუპურებია 5 პურით. აი ესეც ამ ხალხს განმარტებული აქვთ, არ გავიგოთ პირდაპირ, რომ ეს არისო ალეგორია, სიმბოლოები. კი, მაგრამ რო არ წერია არსად, რომ სადაც სიმბოლო და ალეგორია და იგავია, ქრისტე თვითონ განმარტავს ამ იგავებს. გვეუბნება, სადაც იგავია, იგაურად ლაპარაკობს და ეუბნება მოწაფეებს, თუ რატო ლაპარაკობს იგაურად. აი ამას მაგრა შეუტია სატანამ და თანამედროვე ეპოქაში მთლიანად ლიბერალიზმმა გლობალური ხასიათი მიიღო და თუ ადრე ჭარბობდა მეტი აი ესეთი ეკლესიები, სადაც ქრისტიანობა ისე ისწავლებოდა როგორც პირველ საუკუნეში, დღეს ესე აღარ არის.
იმანიმრავლა იმ ეკლესიებმა, სადაც ლიბერალური კომენტარებით არის გადმოცემული ეს სახარება. და გაადამიანდა, ესე იგი იესო ქრისტე როგორც ადამიანი და ღმერთის სტატუსი წაერთვა. ამიტომ კითხვა უნდა დავსვათ ასე. აი 4-2-ას რო გითხოთ, ზოგადი 4-2-ია და კრებითი 4-2-ია. თუ გნებავთ კონკრეტულად. აი მას იესო ქრისტე ღმერთად წამს და ჯერა. თუ ეს მან თქვა, რომ იესო ქრისტე არის ჩემთვის ღმერთიო, მისი მოთხრა შეიძლება აი რო ვასწავლო, რომელიღაც 12 წლის ბავშვი ის გაანადგურებს რა. ამიტომ დიდი ალბათობით ვერ იტყვის ჩვენთან, რომ იესო ქრისტე ღმერთი იყო. უნდა მიედმოეტოს. თუ ის ღმერთი იყო, გაყვევი ახლა ამას და იტყვი. კი, მაგრამ ამის სიტყვას უნდა დაუჯეროს შენ. და მაგ სიტყვის თანახმად ანაფორა გაიხადე, ეგ ჯვარიც მოიხსენი, წვერიც გაიკრჭე, გამოდი მანდეტან. და ყოფა ცხოვრების გასამტკიცებლად ქრისტიანობაში არ შეხვიდე. ახლა ოჯახი გადაარჩინო, ეხა ხელფასი შეიტანო, ნათლობაში ფული აიღო, სანთლობანაში და რაღაცა ზღაპრობსაც რო ყვები თან. არც ცენზორი ყავს, არც არავინ. შენ ბოდვებს იღებენ როგორც ჭეშმარიტებას. არ ამგონია მან თქვას, რომ იესო ქრისტე ღმერთი იყო. ეს თუ შეგნებაში უზის მას, ხუნდა თქვას. და თუ იტყვი და გულწრფელი ხარ, აბსოლუტელებს როგორ გაიძახე მაშინ და როგორ შეიძლება მოდელი იყო მართლმადიდებელი და როგორ შეიძლება თქვა, რომ მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი. და ესე იგი გადახაზო ყველა მიღწევები ლიტერატურაში. შენზე მაგარი ქრისტიანები რო იყვნენ და შიოლაშვილზე რომელი ერთი ჩამოთვალო ევროპაში და ცეცხლზე იწვებოდა სულ ყველა ეს ქრისტიანები. შენ კიდე ერთი თავში არავის არ ჩაუტყია შენთვის. ქრისტეს გულისთვის არაფერი აგიტანჯია კი არა, ქრისტიანობა აიტყიბე და ფოფინსა და ღაღანში ხარ. არ დაგიმოწმებიან კი იესო ქრისტე. შენ დასგიკრავენ ჯერ კიდე. არც გაულანძღი ხარ ჯერ არავის თვას რო თავი დავანებო. პოპულარობას იხვეჭ ხალხში. გააკებენ მამაოს გეძახიან. ასე რომ ის არ იტყვის დამინჯერეთ რომ იესო ქრისტე ღმერთია. ეს კითხვა არავის არ დაუსვია, მაგრამ სამაგეროდ მალხაზ სონღულაშვილისგან დასმულ კითხვაზე პირადად მომისმენია, რომ იესო ქრისტე ღმერთი არ არის. ეს კაი ადამიანი, კაი ღმერთი არა. ესე არ გავიჯეროთ, ეს პირდაპირ კი არ გავიგოთო. უთხრე ერთ-ერთ რესპონდენტს კითხვის დამსვს. არა, ეს პირდაპირ აქ რო წერია, ეს იგულისხმებაო, რომ იდეა ღმერთივით. ესე იგი იმ მაღალი რანგის ადამიანია, რომ აი ღმერთს უტოლდება რა, ესეთი კაი პიროვნება მოკლედ. ხო და შედალოცულო თუ ეს ღმერთი არ არის. რა ვთამაშობთ ამ ეკლესიურ ბანას? რეებს ვჟუტურებთ თქვენ. არანაირად არ გვადგება მაშინ ეგ ჩვენ. აი ეს მალხაზ სონგულაშვილი კომპლიტ რო დადის. და მის მაგვრად ახლა ეს თესავი რო განამწესა ქალი გოცირიძე. ხო, ანალოგიური მაგალითად ანალოგიური სიტყვის გიგანაძე. არ შეიძლება სხვანაირად. როგორ ამ რწმენით იესო ქრისტე ღმერთია, ამ რწმენით როგორ ახარ მართლმადიდებელი, ეს არ დაუშვებს რა ამას. აი ფაქტურად ვერ შეძლებ ამას. ვერ შეძლებ, აი ვერანაირად. ესე იგი შენში უნდა მოკლა მაშინ რწმენა იესო ქრისტეს ღმერთისა და ამოიწიოს იესო ქრისტეს ადამიანური ბუნება, როგორც კარგი ადამიანი, რელიგიის დამცველი, როგორ იცავდა ძველ აღთქმას და ღმერთს თაყვანს სცემდა და მამას თაყვანის მცემელი. ზუსტად იეღოვას სექტაც ეგ არის. იესო ქრისტე იყო ადამიანი და ამოწმებდა მამას. აქედან ჩვენ არ ვაღიარებთ იტყვის იეღოველების სექტას, რასელისტები, იესო ქრისტე ღმერთი არ იყო. და ყველა ეს სასწაულები გავიგოთ სხვანაირად, სიმბოლურად. იესო ქრისტემ რო იცოდა თავის პერიოდში გახსოვთ ეკითხვა დასვა კიდევაც. რას ამობენ ჩემზე ვინავარო? ზოგმა თქვა ილიაო, ზოგმა ელისაო, ზოგი იოანე ნათლისმცემელი. თქვენ რას ეტყვით ვინავარ? მეო. და პეტრემ დაასწრო ყველა შენ ხარ ძე ღვთისა, მართლა. მამამ გამოგიცხადა ეგ შემო. ეს მარადიული კითხვაა. ყოველთვის თითოეული ჩვენთაგანს იესო გვისმენს კითხვა, რას ფიქრობთ ვინავარ მე? ეს კითხვა ჩვენს მიმართაც არის დასმული. თქვენ ამ კითხვას პასუხი გაეცით? თითოეული ჩვენთაგან, აი როგორც ეგ კითხვა მე წავაწყდიეთ ჩვენ ერთ დღეს და ეს კითხვა განათთა. ესე თითქოს შენ რას იტყვი ვინავარ მე? რატომ ეკითხებ? აბა კარგად დაუკვირდით. ზოგმა თქვა ისაო, ზოგმა შენ რას იძახი? მე ვინავარ? და ვინც იტყვის იმას რომ შენ ხარ ღმერთი, ძე ღვთისა. ესე იგი ღმერთი, მაშინ მამას გამოუცხადებია ჩვენთვის სული წმინდას ესე იგი და შესაბამისად ამ ხას მიყვებით ბიბლიური ინტერპრეტაციის დროს. დაუსვით თქვენ თავსაც ეკითხვა, გიფიქრიათ ამაზე, ისე რომ დაპროგრამებული, გააზრებული, დარწმუნებული ხართ რომ იესო ქრისტე ღმერთია? თუ ეს არ გაჯდა რწმენაში, აუცილებლად მოიღებ ხიბლებით აი ესეთი აქცენტების დასმული პიროვნებებით 4-2. არა, ვინც კარგად გაიგებს რომ იესო ქრისტეა ღმერთი, პრობლემა მოიხსნება. მორჩა ის 4-2-ს ვერ შეგაცდენს და ვერც ვერავინ. დამთავრდა რა, ისიც არ შეგაწუხებს შენგაც. თუ აი არა ამ კითხვას პასუხი არ არის გაცემული, რა ვაცხოვებული ახლა აი ეკლესიაში რო განვაწესოთ ახლა საპატრიარქოში შტაინერი გავაყენოთ. ძალიან ბევრი ხალხი მოусმენს. ბარკლი რო იყოს, ბარკლი აქცენტებს ასვამს. მე მიქარავს 4-2-ია. ფილოლოგი, პროფესორი, მთელი ახალი აღთქმის კომენტატორი, თავიდან ბოლომდე 13 ტომის ავტორი არის. მთელი აი დაწყებული
მათგან დამთავრებული აპოკალიფსით. ეხლა ეგ რო ესეთი ტიპი რო მართლმადიდებლობაში გადაგებდეს. ხო მოიხიბლა ყველა. ამიტომ სწორია? არა, არკლი ლიბერალია. ქრისტეზე ლაპარაკობს, მაგრამ ლიბერალია. ესე იგი რაღაც შერეული აქვს, შეზავებული აქვს, თანამედროვე ეპოქას მორგებულია, რითაც დარღვეულია ღმერთის მითითება. არაფერი არ დაამატოთ თამასო. ესე გაიგეთ. რომ არ იყოს ჩაწერილი გასაგებია. ამას არ ღვევს ყველა. ახლა იხიბლები იმით, რომ ეს პროფესორია. ამაშია გამოცანა. როგორ უნდა შემაცდინო შენ? თუ აქცენტები სწორად არ დასვი, მე იმ წუთში მიხვდები და მიგატოვებ. ამიტომ ბიბლია ისეთი წიგნი აქცენტები არ ჭირდება. თვითონ არის მთლიანად აქცენტი ღმერთზე. და აქცენტების დასმა ნიშნავს იმას, რომ შერეული აქვს რაღაცეები, აი თავარში აქცენტები დასვი. ახო აქ ეს არის, აქ ეს არის, მაგრამ თავარი რა არის? თავარი. აქცენტს რაზე სვამ? ესე იგი ამახვილებ ყურადღებას. რაზე ამახვილებ და რისთვის საშუალებას წარმოადგენს ესეთი ხალხი, რომლებიც შეიპარენ დასავლეთის პროტესტანტულ იმაში სპეციალურად ისეთი განათლება მიიღეს, რომ მოიხიბლები. ყველა პროტესტანტი მაგარი განათლებული არის. სექტანტები თქვათ, რომელიც არის ადვენტისტებისა და 50-ანელების ძალიან ისეთი ხარისხებით არიან ტიპები. და მე სწორია? ხარისხები მინდა, მე ხარისხებს მოусმინო. ამიტომ ეს ეპოქა გაითვალისწინა ღმერთმა და ყველა ჩამოგვირიგა წიგნი და აუცილებლად ადამიანმა სიზარმაცე უნდა გადალახოს და თვითონ ამ წიგნთან მივიდეს. ამ წიგნის მეშვეობით განიხილოს არსებული მდგომარეობა, რელიგიური ფონი და ამ წიგნმა ათქმევინოს, რომ მართლმადიდებლობა სწორი არის თუ არა, კათოლიკობა სწორი არის თუ არა, სექტანტობის რაღაცა რომელი სწორია და გაპოვნინეს ეს წიგნი, რომელი გაერთიანება სწორი და რომელი ეკლესია არ არის ეკლესია ხილულ სამყაროში ეხლა ამ წუთში, შენ ხო ეკლესიის წევრი ხარ, რომელიც გელოდება წინ. ასე რომ ეს წიგნი გვეუბნება ჩვენ ვის მოусმინოთ და ვის არა. და არა მსმენელი გვეუბნებოდეს, აი ეს წიგნი ესე წაიკითხეთ. აი ეს წიგნი მეუბნება ვის მეусმინო ეს. ამიტომ წიგნია პირველი. მეორეა ამის ინტერპრეტატორი. პარადოქსია, ხო? განათლებულ ეპოქაში ვცხოვრობთ, წიგნიერ ეპოქაში და დევს წიგნები და ნუ გვეზარება, წავიკითხოთ. უამრავი დამხმარე ლექსიკონები და სიმფონიებია. ლექსიკონები ჰერმენევტიკული წიგნებია, სიტყვების განმარტებები არის, ებრაულის, ბერძნულის. ესე იგი სამუშაოა და ახლა ადამიანს ყველაფერი უნდა ისე ჰარი-ჰარალოთ. ყველაზე რთული საკითხი უნდა ჰარი-ჰარალოთ მიიღოს და ყველაზე მარტივი საკითხი 12 წელიწადი ანდომებს. წერა კითხვას რა თუნდა 12 წელი სკოლა. ამას უნდა თელი ცხოვრება ამ სამ წიგნს. აქ სულის ხსნაზეა ლაპარაკი.